მოგესალმებით. ჩვენ უკვე შევეჩვიეთ ევროპული ქვეყნების, მათი მმართველი ელიტებისა და ევრობიუროკრატების ორმაგ სტანდარტებს. ისეთ ვითარებას, როდესაც დასავლურ ქვეყნებსა და მათ პარტნიორებში ერთი და იგივე რამ ვიღაცას ეპატიება და ვიღაცას არა. ზოგ ქვეყანაში მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლებას არ აძლევენ, ხოლო საქართველოში ძალადობრივი აქციები გამოხატვის თავისუფლებად და დემოკრატიად ფასდება. იმავე დასავლელი პოლიტიკოსებისა და ევროკრატების მიერ. ასეთი ორმაგი სტანდარტი ახასიათებს Deep State-ის მარიონეტებსა და მათ მიერ მართულ ქვეყნებს. ეს ორმაგი სტანდარტი მუშაობს საქართველოსთან მიმართებით, უკრაინასთან მიმართებით და ყველგან, სადაც Deep State-ის ინტერესებია. ავიღოთ უკრაინა, სადაც დემოკრატიის მხრივ ნამდვილად არ არის საქმე კარგად. ვიღაც იტყვის, რომ ქვეყანა საომარ მდგომარეობაშია და რა დროს დემოკრატიაა, თავს იცავენ, მაგრამ თლად ასე არ არის საქმე. დავსვათ შეკითხვა, არის კი საომარი ვითარება საკმარისი მიზეზი საიმისოდ, რომ დემოკრატია და ყველა სხვა დემოკრატიული ღირებულებაც გვერდით გადაიდოს? ალბათ არა. სამაგიეროდ საომარი მდგომარეობა იდეალურია იმისთვის, რომ ქვეყანაში პრაქტიკულად დიქტატურა დამყარდეს. სწორედ ამას ვხედავთ ახლა უკრაინაში. ყოფილ პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის პრეზიდენტობის ვადა გასული წლის 20 მაისს ამოეწურა. ქვეყანა, რომელიც ომშია და რომლის ხელისუფლება ვერც ერთ გამოწვევას თავს ვერ ართმევს, ალბათ მართებული იქნებოდა, რომ მაინც ჩატარებულიყო არჩევნები, როგორი სირთულეც არ უნდა ყოფილიყო ეს და მდგომარეობიდან გამომდინარე ხალხს აერჩია, თუ ვისი პოლიტიკა სურს და ვინ უნდა მართოს ქვეყანა საომარ ვითარებაში. მაგრამ ასე არ მოხდა. ზელენსკიმ რამდენჯერმე გააგრძელა საომარი მდგომარეობა. ბოლოს ასეთი გადაწყვეტილება უკრაინის რადამ 16 აპრილს მიიღო. საომარი მდგომარეობა 6 აგვისტომდე გახანგრძლივდა. ომის დაწყებიდან დღემდე უმაღლესმა რადამ უკვე მე-15 დაუჭირა მხარი საომარი მდგომარეობის გაგრძელებას. ეს ნიშნავს, რომ უახლოესი 3 თვის განმავლობაში უკრაინაში არც არჩევნები ჩატარდება და მობილიზაციაც ზუსტად იგივე მეთოდებითა და ძალდატანებით გაგრძელდება, როგორც ახლა ხდება. სამწუხარო რეალობაა, რომ უკრაინის ქალაქების ქუჩებში კომისარიატის წარმომადგენლები ძალადობრივი მეთოდებით იჭერენ და შემდეგ ფრონტზე უშვებენ ახალგაზრდებს. აქ აზრი ბევრნაირი შეიძლება იყოს, მაგრამ ერთი რამ ნათელია. როდესაც მოსახლეობაში ომის არანაირი სურვილი არ არის და საომარი მორალიც აღარ არსებობს, როდესაც კომისარიატების ქმედებას აბსოლუტურად ყველა აპროტესტებს და ეწინააღმდეგება, როდესაც პრეზიდენტისა და ხელისუფლების მიმართ ძალიან დიდი უკმაყოფილება არსებობს, მაშინ საომარი მდგომარეობის მომიზეზება არჩევნების გადადებისთვის ხელისუფლების უზურპაციის ტოლფასია. ამას ემატება თავად ზელენსკის დაპირებებიც, რომელსაც ის ომამდე ძალიან თამამად იძლეოდა. ეს განცხადებები და დაპირებები დღეს ყველამ დაივიწყა, თუმცა მოდით გავიხსენოთ ერთი ასეთი დაპირება ზელენსკის მხრიდან ომის დასრულების შესახებ. მაშინ ჯერ კიდევ 2020 წელი იყო, ოქტომბრის თვე. ზელენსკი სულ რამდენიმე თვის არჩეული იყო პრეზიდენტად და საჭირო იყო მისთვის იმიჯის შექმნა. ის უნდა ყოფილიყო პოლიტიკური აუტსაიდერი, რომელიც პირველ რიგში ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს აყენებს წინ და მისთვის ხელისუფლება, პრეზიდენტობა და ძალაუფლება არაფერს ნიშნავს. BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ის ამბობდა, რომ თუ ომს ვერ დაასრულებდა, მაშინ სხვა ადამიანი უნდა მოსულიყო, რომელიც დაასრულებდა ამ ტრაგიკულ ისტორიას რუსეთსა და უკრაინას შორის. ასეთი განცხადება ზელენსკის კიდევ ბევრი გაუკეთებია, მაგრამ ახლა ყველას ჩამოთვლას არ ვაპირებთ. მთავარი არის მოცემულობა. ახლად არჩეული პრეზიდენტი თითქოს პირობას დებდა ომის დასრულებაზე და წარუმატებლობის შემთხვევაში გადადგომაზე. მაგრამ რა მიიღო უკრაინა? მიიღო ძალაუფლებასა და პრეზიდენტობას ჩაბღაუჭებული ყოფილი კომიკოსი, რომელსაც Deep State მფარველობს ბრიუსელის ბიუროკრატიისა და ევროკრატების ხელით. ზელენსკი დღეს Deep State-ის დირექტივებს ასრულებს და ამიტომაც არის, რომ საგარეო ლეგიტიმაციის პრობლემა არ აქვს. თორემ საწინააღმდეგო ვითარებაში მის ამ განცხადებას გადადგომაზე ასჯერ გაიხსენებდნენ ფონ დერ ლაიენი, კაია კალასი, მაკრონი და ბრიუსელის ბიუროკრატია. არც ის არის გამორიცხული კიევში მაიდანი ხელახლა განმეორებულიყო. დღეს აშკარაა, რომ ზელენსკის პრეზიდენტობა და მისი ხელისუფლების ლეგიტიმაცია მთლიანად დგას Deep State-ის მარიონეტებზე, ბრიუსელის ბიუროკრატიაზე და ევროკრატებზე. ამ მხრივ გამოირჩევა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. ნახევრად ხუმრობით, მაგრამ დღეარ გავა ისე, რომ მან ზელენსკი არ ახსენოს და ნებისმიერ გეგმაში, რომელსაც ის წარმოადგენს, უკრაინის საკითხი არ შეიტანოს. ასეთია რეალობა. მანამ სანამ ბაიდენი იყო შტატების პრეზიდენტი, ზელენსკის მთავარი მფარველის როლს ის ასრულებდა. დონალდ ტრამპმა მშვიდობის დამყარებაზე გააკეთა აქცენტი.
შესაბამისად, Deep State-ის დავალებითა და დირექტივით სიმძიმის ცენტრი ევროკრატებსა და ბრიუსელზე გადავიდა. ახლა მათი მოვალეობა მილიარდების მიცემა უკრაინისთვის. მათვე ევალებათ ვადაგასული პრეზიდენტ ზელენსკისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებაც. სხვადასხვა შეხვედრებისა და სამიტების ერთ-ერთი აზრი ხომ ესეც არის, როგორმე პირველ რიგში უკრაინელებს და შემდეგ მსოფლიოს აჩვენონ, რომ ზელენსკის ლეგიტიმაცია აქვს. არა და არ აქვს, უпростоრად აღარ აქვს. მას შემდეგ, რაც გასული წლის მაისში პრეზიდენტობის ვადა ამოეწურა. უკრაინული დემოკრატიის შესახებ ნახეთ გიორგი მდივანის სიუჟეტი. გაუქმებული ოპოზიციური პარტიები, აკრძალული მედია საშუალებები, დაპატიმრებული ჟურნალისტები, დატერორებული ბიზნეს სექტორი, შევიწროვებული მართლმადიდებლური ეკლესია, უამრავი კორუფციული სკანდალი, ქვეყნიდან გაქცეული ინტელექტუალები. ეს უკრაინის ხელისუფლების და მისი პრეზიდენტის მიერ გატარებული პოლიტიკის ბნელი მხარეა, რასაც დასავლურ მეინსტრიმულ მედიაში სათანადო ყურადღება არ ეთმობა. გლობალური Deep State მის მიერ მართული ზელენსკის წარმოჩინებას ისეთ ცდილობს, როგორც დემოკრატიისთვის მებრძოლი ლიდერისა, მაგრამ ამ მითის მოსახლეობაზე გაყიდვა სულ უფრო რთულდება, რადგანაც ზელენსკის რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებები ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ადამიანისთვის ხდება ცნობილი. ზელენსკის უკვე უკრაინელი ჩინოვნიკები და ყოფილი თანამდებობის პირები ღიად აკრიტიკებენ. არაფერი რომ არ ვთქვათ სხვა ქვეყნის ლიდერებზე და წამყვან პოლიტიკოსებზე, ვინ ზელენსკის ავტოკრატიულ მმართველობაში ადანაშაულებს. ხანდახან კი მას დიქტატორად მოიხსენიებენ. ის უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე. მისი პოპულარობა უკრაინაში დაბალია. როგორ შეიძლება მას მაღალი რეიტინგი ჰქონდეს, როდესაც ყველა უკრაინული ქალაქი განადგურებულია? ყველა ქალაქი დაინგრა. ერთადერთი რაც გამოსდიოდა, ბაიდენით მანიპულირება იყო. დიქტატორმა, რომელიც არჩევნებს არ ატარებს, ზელენსკიმ სწრაფად უნდა იმოქმედოს, თუ არ უნდა რომ თავისი ქვეყანა დაკარგოს. კიევის მერი ვიტალი კლიჩკომ მიიჩნევს, რომ უკრაინა ავტორიტარიზმისკენ მიექანება და შეიძლება რუსეთისგან არაფრით აღარ განსხვავდებოდეს, სადაც ყველაფერი ერთი ადამიანის ახირებაზეა დამოკიდებული. გერმანულ გამოცემა Spiegelთან საუბრისას კლიჩკომ თავისი შეშფოთება გაამჟღავნა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო. ის თვლის, რომ უკრაინაში ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი ადგილობრივი თვითმმართველობაა და მასზეც უდიდესი წნეხი ხორციელდება. შეშფოთების მიზეზი კი დღევანდელ უკრაინაში ძალიან ბევრია. ზელენსკის რეჟიმი არამხოლოდ უკრაინელ ჟურნალისტებს აჩუმებს და აპატიმრებს, არამედ დასავლური ქვეყნების ჟურნალისტების დაპატიმრებასაც არ ერიდება. გონსალო ლირა ჩილეური ფესვების მქონე ამერიკელი ჟურნალისტი იყო, რომელიც ხარკოვში ცხოვრობდა და უკრაინის ომის დაწყების შემდეგ თავის კრიტიკულ დამოკიდებულებას არ მალავდა უკრაინელი ნეონაცისტების მიმართ. და ზოგადად ინგლისურ ენაზე უკრაინის ხელისუფლების შესახებ დასავლური ცენზურისგან თავისუფალ კონტენტს ქმნიდა. 2022 წელს გონსალო ლირა უკრაინელებმა დააპატიმრეს, ხოლო 2024 წელს კი ის ციხეში გარდაიცვალა. ჩილელი ჟურნალისტის კითხვას გონსალო ლირას შესახებ ვლადიმერ ზელენსკი სიცილით პასუხობდა. მე ციხეში გამიშვებენ და დიდი ალბათობით მოვკვდები. ილონ მასკმა ისევე როგორც ბევრმა მიმომხილველმა მის მკვლელობაში უკრაინის ხელისუფლება დაადანაშაულა. ზელენსკიმ მოკლა ამერიკელი ჟურნალისტი. ინტერნეტის ღია წყაროებში ძნელია ზუსტი ინფორმაციის მოძიება იმის შესახებ, თუ რამდენი უკრაინელი ჟურნალისტი მოხვდა ციხეში. თუმცა ცალკეული დაპატიმრებების შესახებ უწყვეტ რეჟიმში ხდება ცნობილი. უკრაინელმა ჟურნალისტმა დიანა პანჩენკომ სოციალურ ქსელ X-ზე კიდევ 3 ასეთი დაკავების შესახებ განაცხადა. ადვოკატი ოლგა პანჩენკო, რომელიც უკრაინელებს უკანონო მობილიზაციისგან იცავდა და ჟურნალისტი ვლადიმერ კრეკოტკინი, რომელიც ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს უთმობდა ტრიბუნას, ციხეში ჩასვეს. ჟურნალისტ ანჟელა გურინას კი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რადგანაც ამ უკანასკნელმა უკრაინელი სამართალდამცავების მიერ ძალადობრივი მობილიზაციის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა TikTok-ზე. ფორმალურად დაკავების საბაბად ვიდეო კადრებზე უკრაინული სამხედრო ობიექტის არსებობა მოიმიზეზეს, მაგრამ რეალური მიზეზი ყველასთვის გასაგებია. ანატოლი შარიი ზელენსკის მმართველობის კიდევ ერთი მსხვერპლია. ის ცნობილი პოლიტიკური იუთუბერი იყო, დიდი აუდიტორიით, შემდეგ კი პოლიტიკაშიც სადაბედი. მაგრამ რამდენიმე წლის წინ მის წინააღმდეგ ჯერ სასამართლო საქმეები გამოაცხეს, ხოლო შემდეგ კი ესპანეთშიც დაესხნენ თავს რამდენიმეჯერ. და ასეთი ფაქტები უკრაინაში ძალიან ბევრი დაგროვდა, რის სრულად მოყოლისთვისაც ერთი სიუჟეტი ნამდვილად არაა საკმარისი. ვიღაცამ შეიძლება ის საომარი მდგომარეობით ახსნას, მაგრამ სიმართლის ლაპარაკი ომზე ან მშვიდობაზეა დამოკიდებული? მედიის შეზღუდვა და გაუქმება უკრაინაში ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე დაიწყო. 2021 წელს ვლადიმერ ზელენსკიმ 3 პოპულარული უკრაინული არხი დახურა. 112 უკრაინა, News One და Ziki, რაც თითქმის ყველა საერთაშორისო ჟურნალისტურმა გაერთიანებამ დაგმო.
ეს ყველაფერი იქნება ტელევიზიების დახურვა თუ ჟურნალისტების დაპატიმრება ერთი საბაბის ქვეშ ხორციელდება. რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ან რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით. ეს ერთგვარი ინდულგენციაა, რაც გლობალურ deep state-ს არ მოწონს ან ზელენსკის ძალადობრივი რეჟიმის რეალურ სახეს ავლენს, ყველაფერი ასაკრძალია. Не считайте передоведом продажные СМИ и не смотрите карманные телеканалы. დღესდღეობით კი ჟურნალისტების დევნა და მათი გაჩუმება უკრაინაში უკვე ნორმადაა აქცეული. ორი დამოუკიდებელი უკრაინელი ჟურნალისტი, ვისაც რუსეთის სასარგებლოდ მუშაობას ვერავინ ვერ დააბრალებს, დაშინების და თვალთვალის მსხვერპლნი გახდნენ, რადგანაც მათ უკრაინული საომარი კორუფციის ორი დიდი ამბავი გამოამზეურეს. ნაში გროშის მთავარი რედაქტორი იური ნიკოლოვი და უკრაინსკა პრავდას მთავარი რედაქტორი სევგილ მუსაევა თავდასხმის ობიექტები გახდნენ. ჩვენ გვაქვს ორი წყარო, რომლებიც ადასტურებენ, რომ პრესის წინააღმდეგ რეპრესიები ჩვენი ხელისუფლების მიერ იყო ინიცირებული, იმიტომ რომ პრეზიდენტი ზელენსკი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს ნებისმიერი კრიტიკის შემთხვევაში. უკრაინელმა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ის კორუფციული სქემა გამოავლინეს, რომლის მიხედვითაც უკრაინის თავდაცვის სამინისტრო სხვადასხვა პროდუქტებს სამჯერ უფრო გაბერილ ფასად ყიდულობდა, ვიდრე რეალურად ღირდა. შესაბამისად, მილიონობით უკრაინული გრივნა კორუფციონერების ჯიბეში მიდიოდა. ამ მასალების გამოქვეყნების შემდეგ კი უკრაინელ ჟურნალისტებს ემუქრებოდნენ, სახლში უვარდებოდნენ და მათ დემორალიზებას ცდილობდნენ. აქ უკვე დასავლურმა ორგანიზაციებმაც აღნიშნეს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ტერორი. Human Rights Watch-მა მაქსიმალურად რბილად აუწყა აუდიტორიას ამის შესახებ. აი ასეთი წარმოუდგენელი შეტევის მსხვერპლია უკრაინული მედია. მაყურებელმა სუბიექტურობა რომ არ დაგწამოს, ვნახოთ რას ფიქრობენ ზელენსკის რეპრესიულ მმართველობაზე შეერთებული შტატების ხელისუფლების და იქაური მედიის ყველაზე გავლენიანი წარმომადგენლები. შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელი ტულსი გაბარდი ზელენსკის არგუმენტირებულად აკრიტიკებს. პოლიტიკურ ისთებლიშმენტსა და პროპაგანდისტულ მედიას არ სურს, რომ თქვენ ეს იცოდეთ. უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია აკრძალა, რომელიც ეჭქვეშ აყენებდა მის ლეგიტიმურობას. მან გამოიყენა იუსტიციის სამინისტრო და ხელში ჩაიგდო ამ პარტიის ქონება. ეს არაა პირველი შემთხვევა. ზელენსკიმ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა 2022 წლიდან დაიწყო. მან ასევე აკრძალა ის ტელეარხები, რომლებიც ასოცირებულნი იყვნენ მის პოლიტიკურ ოპონენტებთან. ზელენსკი და მისი მთავრობა აკონტროლებს უკრაინის უდიდეს სატელევიზიო ქსელს. ზელენსკის საპრეზიდენტო ვადა 2024 წლის 20 მაისს ამოიწურა და მან გააუქმა არჩევნები საგანგებო მდგომარეობის საბაბით და შეაჩერა უკრაინის კონსტიტუციის მოქმედება, რათა დარჩენილიყო ძალაუფლებაში. ზელენსკის დამცველები იტყვიან, რომ უკრაინა ომშია და შეუძლებელია არჩევნების ჩატარება. მოდით დავფიქრდეთ, თუ კი მისაღებია ეს კრიტერიუმები კონსტიტუციის შეჩერებისა და არჩევნების გაუქმებისთვის, მაშინ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ლიდერებიც ზუსტად ამ ახსნას მოუძებნიან, როცა გააუქმებენ ჩვენს კონსტიტუციასა და არჩევნებს. და აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით სხვადასხვა დასავლური ორგანიზაციების მიერ შედგენილ პრესის თავისუფლების რეიტინგებში საქართველო ასეულს მიღმაა და უკრაინა 61 ადგილზეა. ერთი წამით დაფიქრდით ფარისევლობის მასშტაბზე. საქართველო, სადაც ყველა ოპოზიციური მედია საშუალებას შეუფერხებლად მაუწყებლობს, იმის მიუხედავად, რომ ისინი რიგ შემთხვევაში სიძულვილის ენის და დეზინფორმაციის ტირაჟირებით არიან დაკავებულები, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დისკრედიტაციას და შეურაცხყოფასაც კი არ ერიდებიან და პირდაპირ პოლიტიკურ მოთამაშეებად გვევლინებიან და მეორეს მხრივ უკრაინა, სადაც ტელევიზიები დაიხურა, ჟურნალისტები დააპატიმრეს, ვინც დაპატიმრებას გადაურჩა სასტიკი შევიწროების ობიექტია. გლობალური deep state-ი ადგენს ამ რეიტინგებს თუ ევროკავშირი. ეს ხომ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ უკრაინაში მედია იდევნება და საქართველოში ის ზედმეტი ხელშეუხებლობით სარგებლობს. მაგრამ ამის მიუხედავად ცდილობენ რეალობა გაამრუდონ, უკრაინის ავტოკრატია დემოკრატიად გაასაყონ, ქართულ დემოკრატიას კი ჩირქი მოსხონ. ასე სურთ ალბათ მათ პატრონებს. ეს უფრო ევროკავშირის ნაკარნახებ რეზოლუციას წააგავს, ვიდრე ჭეშმარიტ რეიტინგს. მედია ცენზურის გარდა უკრაინაში ბევრი პოლიტიკური პარტიაც აიგრძალა. აბა გამოიცანით რის საფუძველზე? რა თქმა უნდა პრორუსულობის გამო. ეს ხომ გლობალური deep state-ის ერთგვარი იმუნიტეტია. მხოლოდ 2022 წელს უკრაინაში 12 ოპოზიციური პარტია აკრძალეს. ოპოზიციური ბლოკი, სოციალისტები, სამართლიანობის და განვითარების პარტია, ჩვენები, სახელმწიფო, ვლადიმერ სალდოს ბლოკი, მემარცხენე ოპოზიცია, შარიის პარტია, მემარცხენე ძალების კავშირი,
ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის და უკრაინის პროგრესული სოციალისტური პარტია. ყბადაღებული ტერმინი პოლიტიკური თავისუფლება და არჩევნის თავისუფლება ყველას დაავიწყდა, მაგრამ ზელენსკიმ ესეც არ იკმარა და 2024 წლის მაისის შემდეგ არჩევნებს აღარ ატარებს. არადა მისი უფლებამოსილების ვადა უკვე თითქმის 1 წელია, რაც ამოიწურა. დიქტატორის პირველი თვისება არარჩევითობა. ზელენსკი ასეთია. მან აკრძალა არჩევნები, მოკლა საკუთარი პოლიტიკური ოპონენტები, აკრძალა ენობრივი ჯგუფი. ჩემთვის ყველაფერი ეს დიქტატურის მახასიათებლებია. ზელენსკის მხარს უჭერენ ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურები და ეს არ ნიშნავს, რომ იგი არაა დიქტატორი. ფურცელზე რომ ჩამოვწეროთ ყველაფერი ეს და ვიკითხოთ, ეს ევროპელი ლიდერის მახასიათებლებია? თქვენ იტყვით, რომ ის არალეგიტიმურია, დიქტატორია. არ შემიძლია ასეთის მხარდაჭერა. თუმცა მისი სახელია ზელენსკი. ის კომედიანტი იყო და დამეთანხმებით, რომ ასეთი ადამიანი დიქტატორია. ბიზნესის რეკეტიც უკრაინული ყოველდღიურობის შემადგენელ ნაწილად იქცა. უკრაინელი ბიზნესმენები ამის შესახებ ხშირად საუბრობენ. Я думаю, что он накопил такое количество врагов, причем врагов очень серьезных. ზელენსკიმ მტრების იმხელა რაოდენობა დააგროვა, რომ ისინი მას ცოცხალს არ დატოვებენ. გასაგებია, რომ მას იმდენი ფული და შესაძლებლობა გააჩნია, რომ სადღაც უცხოეთში თავს შედარებით უვნებლად იგრძნობს. მისი ფულის პატრონს კარგი ადვოკატების ყიდვაც შეუძლია, რომლებიც ყველაფრისგან დაიცავენ, მაგრამ მის წინააღმდეგ იმდენი სარჩელი იქნება, რომ მას ცხოვრება გაუჭირდება. ზელენსკის ხელისუფლებამ 200 წამყვანი უკრაინელი ბიზნესმენი ისე შეავიწროვა, რომ ისინი მას ამას არ აპატიებენ. უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესია და მისი წევრები ზელენსკის ხელისუფლების მხრიდან დევნის კიდევ ერთი ობიექტია. ის რაც უკრაინაში ხდება, მართლაც გამაოგნებელია. აქაც ყველაფერი რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან კავშირით მართლდება. მღვდელ მთავრებს აპატიმრებენ ან ფრონტის ხაზზე უშვებენ. მრევლს ფიზიკურად უსწორდებიან. ეკლესიებს კი არბევენ. 2022 წელს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელმა ცალსახად დაგმო რუსული აგრესია. ასევე უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ საკუთარი დამოუკიდებლობის შესახებ გამოაცხადა, მაგრამ როგორც ჩანს ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და უკრაინელი ძალოვნები სისტემატურად არბევენ სხვადასხვა ეკლესიებს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით სისხლის სამართლის დევნა 100 უკრაინელი მღვდელმსახურის წინააღმდეგაა დაწყებული, ხოლო განაჩენი კი მხოლოდ 26 მათგანის წინააღმდეგ გამოიტანეს. ბევრი უფლებადამცველი და სამოქალაქო აქტივისტი მიიჩნევს, რომ ეს არის მოსახლეობის დევნა რელიგიური ნიშნით, თუმცა ევროკავშირი არც ამ ფაქტებს არ იმჩნევს. მოკლედ, სადაც არ გაიხედავთ, უკრაინაში ყველა მიმართულებით ტერორი და ძალადობაა. ამაზე ევროპელი პოლიტიკური მიმომხილველები სულ უფრო მეტ საუბრობენ. პრინციპში ზელენსკიმ გაანადგურა ყველა ოპოზიციური ძალა, კრიტიკული მედია. მან მოახდინა თითქმის ყველა ტელემაუწყებლის ცენტრალიზაცია ერთ სამთავრობო პლატფორმაზე. თუ არ ვცდები, დეკემბერში ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც მის მთავრობას აქვს განუსაზღვრელი უფლებამოსილება მედიის ცენზურაზე, თუ კი რომელიმე მათგანი ქმნის რაღაც დისკომფორტს. იყო რეპრესიები ეგრეთ წოდებულ პრორუსულ საკითხებზე, რაც პრორუსულია, ან და რუსული კულტურის ნაწილია. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს სამოქალაქო უფლებების ჩახშობაა. შემდეგ იყო რუსეთის შემოჭრა, რასაც მოჰყვა რეიდები უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესია მონასტრებზე. ადგილი აქვს წიგნების აკრძალვასაც, რუსულ ენაზე საუბარსაც. და უკრაინა ის ქვეყანაა, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი ლაპარაკობს რუსულად. მაგრამ გლობალური deep state-ი ზელენსკის სრულ კარტ ბლანშს აძლევს. მას არ ემუქრებიან, მას არ ასანქცირებენ, იმიტომ რომ ის მათ დავალებებს ასრულებს. აი უკრაინელმა ხალხმა კი დიდი ხანი შეიძლება აღარ მოითმინოს ზელენსკის რეჟიმის აბსოლუტიზმი და მას საკადრისი პასუხი გასცეს. 18-დან 25 აპრილამდე კიევში LGBT კინოფესტივალი გაიმართება, სადაც სამხედროებს დასწრება უფასოდ შეეძლებათ. აქ ერთი რამ ნათელია, როდესაც ხელისუფლება ამ შემთხვევაში ზელენსკი ყველაფერს აკეთებს, რა დავალებაც deep state-ისგან და მისი მარიონეტებისგან მოდის, მაშინ მას ყველაფერი ეპატიება. მთავარია იომოს, LGBT პროპაგანდა დაამკვიდროს და თუ არც არჩევნები ჩატარდება, ქვეყნის მოსახლეობა შემცირდება ან ქვეყანა საერთოდაც განადგურდება, ამას მაინც აპატიებენ. მე იონე შაიშმილაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.